მე ვარ მიხეილ დვალიშვილი, ანსამბლ დაისის ქორეოგრაფი და ხელმძღვანელი. ჩემი ქართულ ცეკვასთან კავშირი ბავშვობიდან 6 წლის ასაკიდან დაიწყო და დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. პოლონეთში ქართული ცეკვის სტუდიის გახსნაზე ბევრი არ მიფიქრია, უბრალოდ გადავწყვიტე გამეგრძელებინა ის პროფესია და მეკეთებინა ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. საქართველოში წლების განმავლობაში მუშაობდი და ჩემი ანსამბლი დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს, თუმცა ემიგრაციაში ეს საქმე მხოლოდ პროფესია აღარ არის და ვფიქრობ, რომ ეს უკვე ჩემი მისიაა. სხვა ადგილებში მიმოფანტული ქართველები ჩვენთან ერთ სივრცეში ერთიანდებიან, ეცნობიან ერთმანეთს და მეგობრდებიან. მე მათ ვეხმარები გამოავლინონ საკუთარი ნიჭი, შესაძლებლობები და ხასიათი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ტრადიციების გასაძლიერებლად და იდენტობის შესანარჩუნებლად. უცხოელებისთვის ქართული ცეკვა ეს არის ერთგვარი მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. მათ განსაკუთრებით ხიბლავთ ქართული ცეკვის ენერგეტიკა და დინამიკა. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ისინი ცეკვასთან ერთად ეცნობიან ქართულ მუსიკას, ინტერესდებიან ქართული ენით და სამზარეულოდ. ჩვენი ყველა გაკვეთილი იწყება ქართულად მისამნებით და ასევე სრულდება ქართულად დამშვიდობებით. რეპეტიციებზე ისეთი განცდა მაქვს, რომ თითქოს საქართველოში ვიმყოფები, რაც ძალიან მეხმარება და მაძლიერებს სულიერად. კონცერტებზე კი გულის სიამაყით მივსება, როდესაც ისმის ქართული მუსიკა, გოგო ბიჭები ქართულ ტრადიციულ სამოში ქართულად ცეკვავენ. ეს არის ჩემთვის პოლიტიკა, კულტურული დიალოგი და ვფიქრობ, რომ ამით საქართველოს იმიჯი პოზიტიურად ძლიერდება. ამჟამად მუშაობ ევროპის 3 ქალაქში, ვარშავაში, ვროცლავში და ბერლინში. ყავს ჯგუფები როგორც საბავშვო, ასევე სამოყვარულო და საკონცერტო. ვისაც გაქვთ სურვილი, გქონდეთ კავშირი ქართულ ფესვებთან და გინდათ რომ იცხოვროთ აქტიურად და ჯანსაღად, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, ერთად გავაკეთოთ ქართული საქმე. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ძალიან ბევრ წარმატებას.